მოგესალმებით, მოხდა დავიწყოთ თავარი თემით, სულმარი ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები ტარდება და თქვენ საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებთ. ანუ რა რისკებია და რა რეალობაა დღეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით? რა საფრთხეებს? მოგესალმებით, მუხრან ყურწკაია, ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი. თქვენ იცით, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და 14 ოქტომბრიდან დავიწყე საარჩევნო კამპანია. ჩემს გუნდთან ერთად. 2025 წლის 5 დეკემბერს გაიმართა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა. და ამ სხდომაზე განიხილებოდა არჩევნების ჩატარების საკითხები. ძირითადი საკითხები ეს იყო. არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის არჩევნების ჩატარებისთვის, კარგ გაითვალისწინა ადვოკატთა ასოციაციამ და თავმჯდომარემ. ჩვენი შენიშვნები, რომელიც იყო ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ რა შეეხება ეს? ესე იგი, სამანდატო კომისია, რომელსაც სრულად აკომპლექტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. სამანდატო კომისია ითვლის 13 რიცხვის პირველი ხმებს, სადაც უნდა იქნეს არჩეული ხმის დამცველი კომისია. ხმის დამცველი კომისიის არჩევაში და ამ ხმების საბოლოო დათვლაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის მიერ შერჩეული სამანდატო კომისიის წევრები. სამანდატო კომისიის წევრებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა პრეტენზია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებს მინიმუმ 3 ან 4 კაცი მაინც ყოლოდა. თუმცა ამაზე გვითხრეს უარი. ხმის დამცველ შემდეგ 14 რიცხვის არჩევნებში სამანდატო კომისიაც მონაწილეობს ხმის დამცველ კომისიასთან ერთად. ესე იგი, გამოდის, რომ ადვოკატთა ასოციაციას ეყოლება უფრო მეტი ადამიანი იქ, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს კანდიდატებს. აი აქ უკვე არსებობს რისკი იმისი, რომ არჩევნების გაყალბება მოხდეს. ეს რისკი არის რეალური. და ამიტომ ჩვენი პოზიციის არ გათვალისწინება სწორედ აქეთკენ მიუთითებს. თითოეული ასევე იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ ყოფილიყვნენ დამკვირვებლები უფრო მეტი, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს. თავიდან იყო შემოთავაზება, რომ თითოეულ თავმჯდომარეობის კანდიდატს ყოლოდა ერთი დამკვირვებელი, მაგრამ ერთი დამკვირვებელთან დაკავშირებით ჩვენ უარი უთხარით და თითოეულ თავმჯდომარეობის კანდიდატს მივაღწიეთ დიდი ბრძოლის შედეგად იმას, რომ თითოეულ კანდიდატს ეყოლება 4 დამკვირვებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ასევე ადვოკატთა ასოციაციამ და აღმასრულებელმა საბჭომ ამ სხდომაზე უარი თქვა მარკირებასთან დაკავშირებით. ესე იგი, მარკირებაზე ჩვენ გვითხრეს უარი. ბიულეტინებზე, რომელიც დაიბეჭდება, თავმჯდომარეობის კანდიდატების ხელმოწერები არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის მანიპულაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც აკეთებს ადვოკატთა ასოციაცია. და ამას აკეთებს, იმიტომ რომ რეალურად გაიყვანოს თავის მიერ ხარდაჭერილი კანდიდატი და ეს არის ირაკლი ყანდაშვილი. ეს არის რეალობა. სწორედ ჩვენ ამიტომ გავაკეთეთ ეს განცხადებები, იმიტომ რომ მანამდეც მე როდესაც საარჩევნო კამპანია დავიწყე, ადვოკატთა ასოციაცია აშკარად ხარს უჭერდა ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი ყანდაშვილს. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ როდესაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა რეგიონებში და ადვოკატებთან შეხვედრები რომ იყო, ინიშნებოდა ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ტრეინინგები, სადაც მოხსენებელი იყო ბატონი ირაკლი ყანდაშვილი. რეალურად ტრეინინგები კი არ ტარდებოდა, არამედ იყო საარჩევნო კამპანია. ესე გამოდის, რომ ის იყენებდა რესურსებს. რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ გაუქმდა ეს ტრეინინგები მისი მონაწილეობით, მაგრამ ძალიან ბევრ ქალაქში და რეგიონში ჩაატარეს ეს ტრეინინგები და ეს არ იყო ტრეინინგი, ეს იყო საარჩევნო კამპანია. აი, თქვენ რა მექანიზმები გაგაჩნიათ ადვოკატებს, ხებსაც მონაწილეებს, რომ აკონტროლოთ პროცესი, რომ არ მოხდეს რამე გარღვევა ამ შემთხვევაში? ჩვენ გვეყოლება დამკვირვებლები, თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებსაც ეყოლებათ დამკვირვებლები და დამკვირვებლების საფუძველზე უნდა დავიცვათ ეს არჩევნები. თუმცა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულებელმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარეს უფლება ექნება ერთპიროვნულად
რომ თუ არ მოეწონება დამკვირვებლის კრიტიკა, ან არ მოეწონება რაღაცა, ის გააძევოს იქიდან. თუმცა ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ იქ და საფუძველსაც კი, მაგრამ შეუძლია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააძევოს დამკვირვებლები. ამიტომ მე მოუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ ეს არჩევნები არის დასაცავი, უნდა დავიცვათ აუცილებლად და 13 რიცხვში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ხმის დამცველ კომისიაში მოხვდნენ ობიექტური ადამიანები, რომლებიც აი ამ უკანონობას ხელს არ შეუწყობენ. და 14 რიცხვში იგივე სამანდატო კომისიაც გააკონტროლებს არჩევნებს. აი სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ სამანდატო კომისიაში ყოლოდა თითოეულ კანდიდატს გარკვეული ადამიანები. ეს იქნებოდა 2, 3 თუ 4, ესეც მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამაზე უარის თქმა სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაღაცისთვის ესენი ემზადებიან და გარკვეული სქემა აქვთ. ხა როგორ შეიძლება მე მინდა რომ ეს იცოდეს საზოგადოებამ გაყავდეს არჩევნები. როდესაც ხა თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი მოწმობები, ზოგს 2 მოწმობაც კი აქვს, ზოგის შეჩერებული აქვს წევრობა და შესაძლებელია რომ საერთოდ არა ადვოკატმა პირმა პირადობით და სხრისი მოწმობით მოვიდეს და იქ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მივიდეს მაგიდასთან, აიღოს ბიულეტინი და შემოხაზოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი ყანდაშვილი, იმიტომ რომ მის სასარგებლოდ კეთდება ეს არის არსებით შესაძლებელი და თუ ჩვენ სამანდატო კომისიაში, თუ ჩვენ და ხმის დამცველ კომისიაში არ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, ბუნებრივია რომ ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწვეული კანდიდატი ყოველთვის გაატარებს იმ ადამიანს, რომელიც რეალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ არის. ეს რისკები არსებობს. გარდა ამის არის სხვა რისკებიც. და ამიტომ არ უნდათ სამანდატო კომისიაში რომ ყოფილიყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლები, რომ სხვა პირებს იქ თვალი დაეხუჭათ აღნიშნულ საკითხზე. ანუ ბატონო, თქვენ თქვით რომ აუცილებელია რომ ადვოკატის მოწმობის გარდა პირადობის მოწმობით იყოს წარმოდგენილი ამორჩეველი, ხო? არა, ადვოკატი იმ დღეს წარმოდგენილი იქნება პირადობის მოწმობასთან და ადვოკატის მოწმობასთან ერთადაც, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ რისკები არსებობს იმაში, როდესაც შენ არ ყავს სამანდატო კომისიაში არავინ და 13 რიცხვში, როდესაც ჩვენ ავირჩევთ ხმის დამცველ კომისიას, შესაძლებელია ჩვენი წარმომადგენლები იქ ვერ გავიდნენ, ხომ? ან იმ ოდენობით ვერ გავიდნენ, რომ საკმარისი იყოს დაცვა არჩევნების, ასეთ დროს ნებისმიერი პირი რო შემოვიდეს პირადობით და თუნდაც სხმისი ადვოკატის მოწმობით, არსებობს რისკი იმისი, რომ რეალურად ამას არავინ არ გადაამოწმებს. თუ იქ ჩვენი კანდიდატი იქნებოდა, ის რა თქმა უნდა ამას გადაამოწმებდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ არა ადვოკატი წევრი იქ არ მოხდარიყოს არჩევნო უბანში. მაგრამ ჩვენ ხა ამისთვის რა თქმა უნდა თავს ვიზღვევთ და დამკვირვებლები იქნება, ასევე იქნებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს რისკები გავანეიტრალოთ. ერთად კითხავ, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ირაკლი ყანდაშვილის საარჩევნო სიაში არიან მოქმედი აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მაგალითად 5 წევრი, რომელსაც პირდაპირ ინტერესებს ამაზე რა. კი ბატონო. ბატონი ირაკლი ყანდაშვილის საარჩევნო გუნდში არიან აღმასრულებელ საბჭოში და სხვადასხვა კომისიებში ადამიანები, რომლებიც არიან დღევანდელი მოქმედი საბჭოს წევრები. რომლებიც არა, ზოგადად არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ამაში დარღვევა არაფერი არ არის, თუმცა აღმასრულებელ საბჭოზე იმიტომ არ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რაც იქნებოდა არა მარტო ჩვენ გვინდოდა, არამედ იქნებოდა სამართლიანი, იმიტომ არ მიიღეს, რომ იქ საბჭოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრები ამ ახალ არჩევნებში. და რა თქმა უნდა, იმ ცვლილებებს არ შეიტანდათ ეს ადამიანები, რაც მათ არ უნდათ. აი ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი იქ, რაც მოხდა. და ბუნებრივია რომ ასეთ დროს კითხვები რეალურად არსებობს და იარსებებს ყოველთვის. ბიულეტენებს
თვისი ხელმოწერა იქნება. ბიულეტენებზე თავმჯდომარის ხელმოწერა იქნება მარტო. ნუ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ არ დაგვეთანხმდნენ და უარი გვითხრეს, ესეც არის ერთ-ერთი манипуляციის საშუალება არჩევნების გაყალბებისთვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ეს გადავაზღვიოთ თუნდაც დამკვირვებლებით, თუნდაც ვიდეო მონიტორინგით, რომლის გაკეთებასაც ჩვენ იქ ვაპირებთ. და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი ადვოკატის ხმა არ დაიკარგოს, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ამას წინასწარ იმიტომ საუბრობთ, რომ ეს რისკები რეალურად აღმასრულებელმა საბჭომ დატოვა. და ვინაიდან ეს ასე დატოვეს, ეს რო არ გვეთქვა, ფიზიკურად შეუძლებელი. არჩევნების ამ თემებს ხმელეთო თავიდანებო თვითონ დღეს რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ასოციაციაში და რა იქნება თქვენი ძირითადი რის შეცვლასაც გეკნოთ? ანუ რას ეუბნებით ადვოკატებს, რა მექნება მისია? ჩვენ თქვენ იცით რომ გვაქვს პროგრამა. რომელ პროგრამაშიც დეტალურად არის გაწერილი თუ რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვების შემთხვევაში. 20 წელია რაც არსებობს ადვოკატთა ასოციაცია, შეუსრულდა 20 წელი და ამ პერიოდის მანძილზე, იყო ბევრი პრობლემები, იყო ბევრი გამოწვევები, მაგრამ ეს პრობლემები და გამოწვევებად დარჩა. და არაფერი ხელშესახები და მნიშვნელოვანი ადვოკატებისთვის არ გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამა, კერძოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სადაზღვევო პროგრამა 20 წელია საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ ადვოკატები უნდა დავაზღვიოთ. არც ერთი მსგავსი ფაქტი არ მახსენდება, რომ ეს გაეკეთებინა ადვოკატთა ასოციაციას. ამიტომ ადვოკატთა ასოციაციამ სრულად ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში უნდა დააზღვიოს თითეული ადვოკატი ადვოკატთა ასოციაციის ხარჯზე. და იმიტომ რომ ყველა სჭირდება ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა, ეს არის ფაქტი. ასევე ჩვენ უნდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, რომ თითოეულ ადვოკატს დამსახურებების და სტაჟის მიხედვით უნდა კონდეთ სახელმწიფო პენსია. ჩვენს კოლეგებს, პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს აქვთ დამსახურებების და სტაჟის მიხედვით განსხვავებული პენსია. ვისდენ ნაკლებები ვართ ჩვენ, ვისდენ ნაკლებს მუშაობთ, რომ ეს არ უნდა იყოს. მივმართოთ უნდა ამისთვის საქართველოს პარლამენტს. ამ დაახლოებით 7 წლის მანძილზე სულ 4 კანონპროექტი შეიტანა ადვოკატთა ასოციაციამ. წარმოგიდგენიათ 4 კანონპროექტი, როდესაც ადვოკატთა ასოციაციას ძალიან ბევრი კანონპროექტები უნდა შექონდეს იმისთვის, რომ ადვოკატის უფლებები იყოს დაცული და არა მარტო ადვოკატების, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები რო იყოს დაცული. იმდენად ცუდი კანონები გვაქვს, ხომ? არა მარტო სისხლის სამართალში, არა მარტო სამოქალაქოში და ადმინისტრაციულ, არამედ სხვა კანონებში და არც ერთი ინიციატივა არ გამოუჩენია საქართველოს პარლამენტის წინაშე ადვოკატთა ასოციაციას და თავარი მიზანი ადვოკატთა ასოციაციის სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ყველა კანონპროექტთან და კანონთან დაკავშირებით, რომელიც არ არის სამართლიანი, თავისი შენიშვნები უნდა კონდეს, თავისი პროექტები უნდა წარადგინოს და ამას უნდა აკეთებდეს რეალურად, რაც არ ხდება დღეს ადვოკატთა ასოციაციაში. ეთიკის კომისიასთან დაკავშირებით არაერთი გახმოვანებული საქმე მოხდა ეთიკის კომისიის არასამართლიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თქვენი ხედვა როგორია ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვის თემაზე? ჩვენ ვთვლით, რომ ეთიკის კომისია, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ასოციაციაში უნდა არსებობდეს, უნდა იყოს, მაგრამ ასეთი სადამსჯელო ორგანო არ უნდა იყოს ეთიკის კომისია. ეთიკის კომისია სამართლიანად უნდა იხილავდეს კონკრეტული ადვოკატების საქმეებს, რომელიც შემოდის, ხომ? არ შეიძლება ადვოკატს 1 წლით, 3 წლით შეუჩეროს საადვოკატო საქმიანობა. არ შეიძლება საერთოდ შეუწყვიტო, როდესაც ამის საფუძველი სამართლებრივი არ არსებობს. და არაერთი ფაქტი იყო ესეთი, მე რაც ვიცი, რომ როდესაც ჩვენმა კოლეგებმა გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილებები და დაუბრუნა განსახილველად. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ჰქონდა შენიშვნები ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაინც ვითომ შეისწავლა ეს საკითხები და მაინც დატოვა იგივე გადაწყვეტილება, რაც პირველად მიიღო. რას ნიშნავს ეს? ესე იგი გამოდის, რომ სადამსჯელო ორგანოა. როცა სასამართლო გეუბნება, რომ ეს არ არის სწორი და გიბრუნებს ისევ განსახილველად და ისევ იგივე გადაწყვეტილებას იღებ, არ არის სამართლიანი ჩემი აზრით. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში ყველა იმ ადვოკატს, რომელსაც ასე ვთქვათ, უსამართლოდ შეუჩერდა ეთიკის კომისიის მიერ
ეს იქნება წევრობა 1 წლით, 6 თვით თუ 3 წლით თუ საერთოდ თუ შეუწყდა, ყველა უნდა გადაისინჯოს აუცილებლად და უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება და არა ისეთი როგორც დღეს არის. ამიტომ მე ვთვლი რომ ეთიკის კომისია არ უნდა იყოს სადამსჯელო ორგანო, ის უნდა იყოს სამართლიანი თითოეული ადვოკატისთვის. და ერთი წელი დავასრულოთ საერთაშორისო ექსპერტიზის საკითხებს როგორია. ხო, დღეს საქართველოში არის პრობლემა ადვოკატებისთვის განსაკუთრებული ის რომ ჩვენ როდესაც ადვოკატები დანიშნავენ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზას, ჯერ თუ დანიშნა პროკურორმა პირობითად ან თუნდაც სამოქალაქო საქმეზე ადვოკატმა დანიშნა ექსპერტიზა, ხომ? არის ისევ მივდივართ მეორე მხარე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. იმიტომ რომ ყველა ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოში ვერ ატარებენ. ისევ მივდივართ იქ, როგორ შეიძლება, როდესაც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს და ისევ იმ ექსპერტიზის ბიუროში იგივე საკითხზე ვნიშნავთ ექსპერტიზას, როცა უკვე ამ ექსპერტიზის ბიუროს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატული აქვს თავისი პოზიცია და დადგენილი აქვს ის სხვა განსხვავებულ აზრს ხო ვერ დაწერს, განსხვავებული ექსპერტიზა ხო ვერ დაიდება. ამიტომ ადვოკატთა ასოციაციამ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს ყველაფერს იმისთვის და პირდაპირ გავაკეთოთ უნდა, რომ დავდოთ შეთანხმებები და ხელშეკრულებები ცნობილ წამყვან საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროებთან, სადაც ადვოკატთა ასოციაცია იქნება შუამავალი და თითოეულ ადვოკატს ექნება შესაძლებლობა, რომ დანიშნოს ექსპერტიზას საზღვარგარეთ და ასევე ექსპერტი დისტანციური წესით დაკითხოს სასამართლო პროცესებზე და ამით ადვოკატებს ექნება შესაძლებლობა რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე სისხლის სამართლის საქმეებზე გაამართლონ კიდევაც, ასევე სამოქალაქო საქმეებზე მოიგონ პროცესები და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ადვოკატის როგორც ჰონორართან, მის კეთილდღეობასთან და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასთან. ამიტომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელი საქმე, რომელსაც მე გამარჯვების შემთხვევაში გავაკეთებ. ბატონო, მე დავისვათ ერთ კითხვას. ცნობილია რომ ასოციაციის ქონება გადატანილია სიბზე და ამბობენ რომ მისი თავმჯდომარე არის ასათიანი და ერთი ყანდაშვილი. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ადვოკატთა ასოციაციას სახელმწიფომ გადასცა ერთლარად ქონება. ერთლარად გადასცა ქონება. და ამის შემდეგ აშენდა ეს ადვოკატთა ასოციაციის შენობა. ადვოკატთა ასოციაციის ეს შენობა, რომელიც აშენდა ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ერთ-ერთ კომპანიას დაუკვეთეს და მან ააშენა. რატომ არ უნდა ჩატარებულიყო იქ ტენდერი? ხო არსებობს ეს კითხვის ნიშნები და ამაზე პასუხი ადვოკატთა ასოციაციას არ აქვს. და რაც შეეხება იმ IP-ის შექმნა, საერთოდ არ იყო ამის აუცილებლობა და შემდეგ 99 წლით გადასცეს როგორც ხელშეკრულებებშია მითითებული ადვოკატთა ასოციაციას. საერთოდ არ იყო ამის აუცილებლობა, რომ ეს გაეკეთებინათ და ამისთვის 5 მილიონი სესხი არის 2019 წელს თუ არ ვცდები ზუსტი ციფრი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ 19-ში 5 მილიონის სესხი აიღო ადვოკატთა ასოციაციამ და რატომ ავიღეთ ეს სესხი? რა აუცილებლობა იყო ამისთვის? დღეს დარჩენილია დაახლოებით 1.300.000 ლარამდე დავალიანება და არც ერთი ადვოკატისთვის ადვოკატთა ასოციაციას არ უკითხია, არ მოუწევია საერთო კრება იმისთვის, რომ მიიღო გადაწყვეტილება ადვოკატებს სესხი მჭირდება თუ არა. კარგია კარგი ოფისები, კარგია კარგი შენობები ნამდვილად, მაგრამ ამ ხელა სესხის აღება ადვოკატების დაუკითხავად არის უსამართლო, უკანონოა ეს და არ უნდა მომხდარიყო. უბრალოდ არ შეიძლებოდა, მაგრამ ასე გაკეთდა სამწუხაროდ და თითოეული ჩვენგანი წევრები საწევრო გადასახადებით დღემდე ვიხდით ამ ფულს, რაც არ უნდა მომხდარიყო. არ შეიძლება ესეთი რამე ხდებოდეს ადვოკატთა ასოციაციაში. თუ არ გაქვს ფინანსური შესაძლებლობა, ასეთ დროს სადაც ხარ, თუნდაც იმ ოთახიანში და რაც არის, იქ უნდა გაჩერდე და არ უნდა მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები ადვოკატების თანხმობის გარეშე და ეს იყო რა თქმა უნდა არასწორი გადაწყვეტილება მათი მხრიდან.